ქართველების მოგვარების დარგში და რა სიტუაცია იყო, აი რაში გიშლიდნენ ხელს კონკრეტულად, ან რაში არ გიშლიდნენ, აი ეს მინდა რომ იცოდეს საზოგადოება. მე რაღაცა მოწმე ვარ, კაი საქართველოს 20 წლის ისტორიის, არა მარტო მოწმე, არამედ მონაწილე. უშუალო მონაწილე. ჩვენა ვარ თაობა, რომელმაც სამოქალაქო ომი გადაიტანა და გამოიწვია. და ჩვენ ერთმანეთს ყლავდით, ახლა შეიძლება პირადად მე არავისთვის მისვრია და თქვა ჩემთვის არავის უსვრია, მაგრამ ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ. რეალურად არ უყვართ. ქართველებს არ უყვართ წარმატებული ხალხი. აი რა გჭირს ეს? კაცისთვის არის 3 გამოცდა, 3. ძირითადი ნებისმიერი კაცისთვის. ფული, ქალი და ძალაუფლება. და ყველაზე რთული გამოცდა არის ძალაუფლება. მითი იმის შესახებ, რომ ზვიადი რაღაცა ძალებმა და ხუნტამ და ვიღაცებმა გადააგდეს, ეს არის მითი. ზვიადი გადააგდოს საკუთარმა გარემოცვამ. და ეს არის აბსოლუტური ფაქტი. იმ მომენტისთვის ჩვენ ვიცით, რომ 22 დეკემბერს დაიწყო შეარაღებული დაპირისპირება თბილისში რუსთაველის ზანზირზე. ამ დროისთვის ჯაბა იოსელიანი და მხედრიონის 100 წევრი 9 თვეა ციხეში. 9 თვე. ლაპარაკი რო იქ რაღაცა ვთქვათ ოპოზიციამ დაამხო. გამსახურდია არის აბსოლუტური ზღაპარი. ეს არის ტყუილი, რომელსაც ძალიან მარტივად დამტკიცება შეიძლება. მაგრამ ისევე როგორც მითები შეიქმნა იმის შესახებ, რომ ზვიად გამსახურდია მთელი ცხოვრება იჯდა და ზვიად გამსახურდია იჯდა 11 თვე. და მერაპოსტავა იჯდა 11 წელიწადი. მოხდა 2 ბიოგრაფიის შერწყმა. სამოქალაქო ომი მოხდა მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს შიგნით. პრეზიდენტ გამსახურდიას დაუპირისპირდა პრემიერ-მინისტრი სიგუა, თავდაცვის მინისტრი კიტოვანი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ადამია და მთელი ის ძალები, იმიტომ რომ რეალურად ვთქვათ სამხედრო ძალები იყო უმეტესი ნაწილი კიტოვანის მხარეს და მეორე ნაწილი ლოთიკობალია გვარდიის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი იყო გამსახურდია. მე როგორც მახსოვს, სამოქალაქო ომის პირველი ნაბიჯი იყო, როდესაც მან დაშალა გვარდია და გავიდა რკონში. არა, ეს იყო, მე გეტყვი, გეკაჩეპე ჩამოყალიბდა ყველა შეერაღებული ძალების განიარაღება და აი ამ იმ რესპუბლიკებში სადაც იმ დროისთვის უკვე ვთქვათ ეროვნული მოძრაობა და ეროვნული ხელისუფლება და გამსახურდიასაც გამოუგზავნეს მოთხოვნა გვარდიის დაშლის ამბები. რადგან დამთავრდა გამსახურდია და ეს ბრძანება გასცა. ამას ეს საბაბად გამოიყენა ვთქვათ კიტოვანმა, თორე კიტოვანი ისეთივე კრემლის კაცი იყო, ჩემი ღრმაწმენი. სხვა წყარო მაშინ. იარაღის არ იყო. ორივე მხარეს რუსული იარაღი მიდიოდა. მე ამ დროს ციხეში ვზივარ, მინდა გითხრა, 4 თვეა უკვე, ისევე როგორც ჭანტურია, ისევე როგორც დანარჩენი ხალხი. ვიცი რატო ვიძახი ამას, რომ ჩვენი პოლიტიკური წარსული ჩვენთვის არ გვახსოვს. არ გვახსოვს მითებზე არის აგებული, აი ეს გაუთავებელ ხუნტაზეა ლაპარაკი. აი ამ დროს სად არის ზურა ჟანია? ზურა საერთოდ ჯერჯერობით არ არის. ზურა ამ დროისთვის არის სტუდენტი. ეროვნულ მოძრაობაში იყო. ხო, კი, არა. ნუ ამ პროცესებში მონაწილე უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ციტადელი ეროვნული მოძრაობის და ყოველთვის ესე იყო. დღეს მე ვფიქრობ, ყველაზე დიდი გაჭირვება და ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყნის არის ის, რომ სტუდენტური მოძრაობა არ არის. სტუდენტური მოძრაობა კი არა, სტუდენტური თავისუფლება არა. ყველაფერს ყიდულო, შენ რომ იცოდე რა ხდებოდა აი ამ თვითმმართველობის არჩევნების დროს და ერთ-ერთი პირველი, ვთქვა, დარტყმა და ერთ-ერთი პირველი, რასაც სააკაშვილმა ყურადღება მიაქცია, სადაც უამრავი თანხები გადაისროლა და სადაც ასე ვთქვა, მუშაობა დაიწყო. მე მახსოვს და ეს მიშა კი არის არ მინდა ამ სახეს არ ვიყენებ ხოლმე ხშირად რა. რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ხო, უნივერსიტეტთან გასვლის რომ გავარდა და მე 200,000 კაცი გამოვიყვან ეგრე და მე უფრო მე მაშინ იყო უნივერსიტეტში რაღაც აი ეს მუხტი თითქოს. ეხლა რა მინდა გითხრით? აკალას. ეს მათხოვარი ეს მათხოვარი ეს სამარცხვინო კაცი. გამოდიან ესენი და იძახიან რომ ჩვენო ხელისუფლებას არ დავთმობთო. რაზეა დღეს ლაპარაკი? ვინმე რამეს ერთო დღეს არის ლაპარაკი იმაზე, რომ თავი დაგვანებეთ. რისი დანგრევა შესაძლებელი იყო? ყველაფერი დაანგრევა. კიდე 1 წელი დაგტოვეთ. არავის არ აურჩევი ხარ და კიდე 1 წელი დაგტოვეთ. და ჩვენს ქართველები ვართ, სხვები, ვინც ხმა არ მოგცათ.
ამ პარტნიორობა ყველას საგვაა, გია, ყველას გუპავს, ეს არის ცოდვა. გქონდა მაშინ, მერაბს არაფერი არ უნდა. მერაბს უნდა და მერაბა იყო იდეალისტი. მერაბი ხედავდა საქართველოს. ჩემის აზრით ორი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო გამსახურდია და ჭანტურია. მათ შორის იყო ასე ვთქვათ პაექრობა. ეს ამ პაექრობაში არასდროს არ ხო მერაბი, ეს იყო მისი ტანჯვა. ერთ მხრივ ასე ვთქვათ ხედავდა და ზვიადისთან იყო წლების მანძილზე ბავშვობიდან იმათ ოჯახში გაზრდილი ახლა კონსტანტინე მისთვის იყო როგორც ბევრი ჩვენთაგანისთვის. ამ დროს გიასშიც ხედავდა იმიტომ რომ გია ახლა საერთოდ აი ყველაფერი შემთხვევით არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე. ახლა წარმოიდგინე გია ჭანტურია, მამამისი იყო მინისტრის მოადგილე რაღაცა დედამისი ბიბლიოთეკის გამგე. ორივენი მუშაობდნენ, ერთი შვილი ყავდათ, ორთაჭალაში ცხოვრობდნენ და მათი მეზობელი ქალბატონი აღმოჩნდა ლიზიკო ქავთარაძე. ეს იყო როგორი რევოლუციონერი და როგორი 27 წელი იჯდა, წარმოიდგინე, ქალბატონი რომელიც მე ნოე ჟორდანიას მაგიდაზე მუშტს ყავდა და ნუ აი ერთ-ერთი დამოუკიდებელი საქართველოს და მაქედან წამოვიდა. გითხრა და რომ პატიმრობიდან რომ დაბრუნდა, ის ქონდა დამაშნი არ ეცეძახდნენ. შიდა პატიმრობა ქონდა და ქუჩაში გასვლის უფლება არ ქონდა. და ცხოვრობდა გიას თავზე. იყო ძალიან განათლებული ქალი, ფრანგული, რუსული, გერმანული, ინგლისური, ნუ განათლებულესი ქალი იყო და გიას დედამ და მამამ, რომლებიც ნახეთ, გიას მამა პარტიული, მერე რა თქმა უნდა, ყველანი ახლა გიას გადამკიდვლის პარტიულები იყვნენ, ნუ მაინც იმ საბჭოთა დროს მიაბარეს გასაზრდელად 6 წლის გია ლიზიკო ავტორად. პატარა გია, რომელსაც სახში მარტო ვერ ტოვებდნენ, მიაბარეს ლიზიკოს. ნუ ახლა რას გაზრდა ლიზიკო გაზარდა მე. მე-6 კლასში დაწერა თავისუფალი თემა, თუ რომელ კლასში შევა, თავისუფალი საქართველო. წარმოიდგინე და იქიდან დაიწყო. გამიხარდა. და იმ დღეს შენ და ჯონდირო პაექრობდით ახლა მეორე დღეს რა ვქენი არის იცი წავედი და ქართული ამბანი ვიყიდე. დავჯექი და მეთქი ამბან განტონები ძენთან მიყალმასო და რზე გავიჭედე. გასულს აი ეს პირველი სიტუაცია რო იყო რომ მაგის ზურა პირველად მე მგონი გია ბარამიძეს გადაეფარა. ეს უკვე ხო მაზა იყო ეს ტელევიზორში გავიდა საერთოდ ტელევიზორში აჩვენეს ოქროაშვილი იქით და აქეთ გია ბარამიძე და ადარიან ეს ბარამიძე და მისამ რითომ შეადიდეს თუნ ხო ყველაზე მაგრა ახალის მიგუშია აი მაგ იგივე ბარამიძე იგივე გოგორიშვილი იგივე თევდორაძე იგივე მაჭავარიანი იგივე წერეთელი შენ წარმოგიდგენი ეს ხალხიშვილი ტყეშელაშვილი ეს ხალხი რო გამოყოფოდა ეს ნოღაიძელი ბურჯანაძე ვინ ერთი რომელი ერთი უნდათ ეხლა კინოს ეხლა სტატია დავიკითხე გუშინწინ და თუ გუშინწინის წინ გაზეთში აღარ მახსოვს ზუსტად რომელი გაზეთში და ესე იგი რასერს იცი რომ გია ბარამიძეს ურეკავდიო რა სულ რო ბოლოს უკვე ტელეფონს არ იღებდა და ფეხი წავიდა ეს და